მოგესალმებით. ეთერში გადაცემა რეზიუმე სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. თქვენ შეგიძლია ასევე გვიყუროთ Facebook-ზე, პირდაპირ ეთერში პალიტრა ნიუსის გვერდზე და ასევე გვიყუროთ YouTube-ზეც პალიტრა ნიუსის არხის მეშვეობით. საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრიოლი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა დღეს. ამ შეხვედრის შემდეგ გაკეთდა განცხადებები, გაგაცნობთ რამდენიმეს. ნიკა გვარამია ამბობს, უთხარით მთავარი ჩვენ არ ვივაჭრებთ ტყვეებით, არ დავიხევთ უკან, იქნება დიდი აქციები და იქნება ცვლილებები. ამაში მათი მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გვჭირდება. თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ეს რეალურად არანაირ გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას არ ემსახურება, თუმცა მნიშვნელოვანია საქართველოს შეძლოს ყველა ეკონომიკური პროექტიდან მაქსიმუმის წამოღება. გრიგოლ გეგელი ამბობს, ქონდა ფართო მიმოხილვა იმ მძიმე გამოწვევების, რაც ჩვენს დემოკრატიას გააჩნია. ჩემი გზავნილი იყო, რომ ქოცური რეჟიმი არ არის თავსებადი ამერიკის ევროპულ ინტერესებთან. გუშინ კი იცით, რომ სახელმწიფოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა ამერიკელი სტუმრები და შემდეგ უკვე ანაკლიაში წაიყვანეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარი ოსელიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრიოლის ანაკლის ღრმაწლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით ამერიკულმა დელეგაციამ ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან არაერთთან ერთად ადგილზე დაათვალიერა სამშენებლო სამობილიზაციო სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია ახორციელებს. მინისტრის მოადგილე ამერიკულ დელეგაციას დეტალურად გააცნო პროექტის განხორციელების ეტაპები და ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას. იცით, რომ ადრე, როდესაც მამუკა ხაზარაძე აშენებდა ანაკლის პორტს, იქ ამერიკული კონსორციუმის მონაწილეობდა და შემდეგ ეს კონტრაქტი გაწყდა. ხელისუფლებამ თქვა, რომ გამოაცხადა ახალი ტენდერი, იქ გაიმარჯვა ჩინურმა კომპანიამ, თუმცა მერე რატომღაც ამ ჩინურ კომპანიასთან არ გაფორმდა ხელშეკრულება და ახლა ისევ ამერიკელი სტუმარი ჩაიყვანეს ანაკლიაში, რას უნდა ნიშნავდეს ეს საინტერესოა. ამ ფონზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს ასეთ რამეს. აღარ არსებობს არავითარი პროდასავლური და ანტიდასავლური. არსებობს მხოლოდ ქართული და ანტიქართული, საკუთარი ქვეყნის ინტერესებით მოქმედიერი და უცხო გავლენით მოხიბლული პროტესტანტიო. ამ თეზისის ჩამოსაყალიბებლად ის იყენებს ილია მეორის 2004 წლის განცხადებას, ამბობს, რომ ილია მეორე ჯერ კიდევ 2004 წელს განჭვრით და ეს დღეები და ეს მოვლენები. სწორედ მაშინ, როდესაც თითქოს ახალი იმედები იბადებოდა, ილია მეორე უკვე ხედავდა მომავალ საფრთხეებს. 2004 წელს წარმოთქმულ მის სიტყვებში კაფეთ იკვეტება იმ განსაცდელის მთელი არქიტექტურა, რის წინაშეც დადგებოდა ერი და ეკლესია, ამბობს პაპუაშვილი. პატრიარქი ლაპარაკობს იმ გარეთ ძალებზე, რომელთაც არ სურთ ძლიერ ეკლესია საქართველოში, არ სურთ ეკლესია, რომელიც აერთიანებს ერს, იცავს მის იდენტობას, ამაგრებს მის სულიერ საძირკველს. და თუ ეკლესია არ ჩადგა მათი გლობალისტური დღის წესრიგის სამსახურში, ისინი შეეცდებიან მის დანგრევას, გაყოფით, დისკრედიტაციით, შეურაცხყოფით, ანტიდასავლური და პრორუსული იარლიყების მიკერებითო, განაცხადა პაპუაშვილმა. ჩვენ გაცემის პირველი სტუმარი იქნება აკაკი ბობახიძე, ევროპულ საქართველოს გენერალური მდივანი. მოგესალმებით, აკაკი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. აქვე გეტყვით, რომ გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ ირანის საკითხებს დაუბრუნდებით და ამერიკიდან გიორგი ლაბაძე ჩაგვერთვება. ბატონო აკაკი, პირველ რიგში მაინტერესებს, რას ნიშნავს თქვენთვის ამერიკელი სტუმრის ვიზიტი, იგი ანაკლის პორტში მისი მისვლა, ნიშნავს თუ არა იმას, რომ შეიძლება ეს ურთიერთობები ნელ-ნელა გაცივებული ურთიერთობები ოცნებასა და ამერიკის ხელისუფლებას შორის დაალაგდეს, თუნდაც ეკონომიკური პროექტებიდან გამომდინარე. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს თავისი მნიშვნელობა არ დაუკარგავს და ქართული ოპოზიცია ყველაფერს აკეთებდა, რომ საქართველოს დღის წესრიგიდან არ ჩამოვიდეს, განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, რომელმაც გამოაცხადა თავის სტრატეგიულ ამოცანად. ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს გაგახსენოთ, რომ საქართველოს არ უნდა იყოს რეგიონალური მოთამაშე და საქართველოს უნდა იყოს რაღაც სოფლის ორღობე. ეს არის მათი პოლიტიკა და ამ პოლიტიკას ახორციელებენ რეალურად. ანუ ეს პაპუაშვილის ეს სიტყვებიც, რომ საქართველოს ანტიქართული და ქართული, ოღონდ არავინ განმარტებას არ აკეთებს, რა არის ნამდვილი ქართული ინტერესი და როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ საქართველოს ინტერესების დაცვა ფორმულით, რომ ვიქნებით ყველგან და არ ვიქნებით არსად. თუ არსად არ ახარ, მაშინ ხდები იმის ლუკმა, ვინც სწორედ იმ დროს ელოდება, როდესაც არავინ გვერდში მდგომი არ გეყოლება, ანუ გახდები რუსული იმპერიის და იმპერიალისტური მადის მსხვერპლი. ამიტომ პირიქით არის ყველაფერი სამწუხაროდ, ოღონდ ახლა
ეს ტერმინოლოგიები ხო ნაცნობი ტერმინოლოგიებია საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული კომუნისტური პარტია ტრებად ქვეყნის მოღალატეებად აცხადებდა ყველა იმ ადამიანს რომელიც ორიენტირებული იყო პროგრესზე და რომელიც ორიენტირებული იყო დასავლეთთან ანუ ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობაზე ესენი იმათი სულიერი მემკვიდრეები არიან მათ შორის პროპაგანდის დონეზე როდესაც ყველაფერს აბრალებ მოწინააღმდეგეს და ყველაფერს აკეთებ მის გასაჩერებლად და მის გასაჩვენებლად ეს ვიზიტი ნიშნავს რომ საქართველოს თავისი მნიშვნელობა არ დაუკარგავს გამომდინარე მათ შორის რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან პირიქით საქართველოს მნიშვნელობა იზრდება ოღონდ მე რა გამორიცხულია უпроსორად იზრდებაც ტერმინიც არასწორია საქართველოს მნიშვნელობა უკვე დიდია ყოველთვის დიდი იყო იმ ეგრეთ წოდებული ევრაზიული დერეფნის თვალსაზრისით და მე თუ არ ვწდები არ მახსოვს შენთან არ მახსოვს ემასთან ერთხელ ესეთი შეკითხვა დავში კიდე გავიმეორებ და ბევრჯერ გავიმეორებ ალბათ რა შეიძლება გაყიდოს შენ ის რაც შენ ბევრი გაქვს თუ ის რაც ყიდველ სჭირდება ვერაფრით ვერ გაყიდი რაც არ უნდა ბევრი გქონდეს რაიმე თუ ის არავის არ სჭირდება შენ შეიძლება გაყიდო მხოლოდ ის რაც სხვასაც სჭირდება აქედან დავსვათ შეკითხვა რა არის ის რაც დანარჩენ მსოფლიოს საქართველოსგან სჭირდება ეს არის მისი აი მე ჯერჯერობით მხოლოდ ერთადერთი ფუნქცია ვიცი ჩვენი ქვეყნის ეს არის მონაწილეობა იმ დერეფანში რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს აკავშირებს ერთმანეთთან. ხო და ამის გაყიდვას ცდილობს სწორედ ქართული ოცნება. ბიძინა ივანიშვილი ყურე როგორ ცდილობს, ამის გაყიდვას ცდილობს არა ქვეყნისთვის სასარგებლოდ, არამედ თავისი ხელისუფლების გადასარჩენად. მას მიაჩნია არა, არ გამოუვა, გამორიცხულია. ეს უნდა გაიგოს ქართველებმა, რომ შეუთავსებელია ეგორი რამე. ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არ შეიძლება იდგეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პრობლემები და აქედან გამომდინარე მისი ინტერესები. ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ამ მთავარ სტრატეგიულ ინტერესს მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების და საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნების განმტკიცების და ლეგიტიმაციის მინიჭების კონტექსტში განიხილავს. ანუ წყალსაც აუღია ქვეყნის ინტერესი თუ ამას არ მოემსახურება. ერთ ნაბიჯსაც კი არ გადადგავს, არ დგავს ყოველ შემთხვევაში დღემდე ნებაყოფლობით, რომელიც ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო, მაგრამ ოდნავ მაინც შეასუსტებს მის ხელისუფლებას. ამიტომ არ გამოუვა ქართველებმა უნდა ვიცოდეთ კარგად და უნდა გავიგოთ კარგად, რომ შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის თავარი ესე ვთქვათ ფუნქციის სრულად აღსრულება დემოკრატიისა და ცივილიზებული მართლობის გარეშე შეუძლებელია მით უმეტეს იმ პირობებში აი ახლა გუშინ რამდენიმე დღის წინ ახალი სკანდალი აგორდა რომ სიარტო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დადანაშაულდა რომ მოსკოვს აწოდებდა დახურულ ინფორმაციას ევროსაბჭოს ხდომებისგან და ხო ის აუცილებლად რაკნა ორბანმა საქმე იმაზე კი არ აღძრა თავარ პრობლემაზე საქმე აღძრა ვინ უსმენდა იმას რა ქვია ვისი მეშვეობით მოხდა მოსმენა სიარტოს აი ამ მოღალატეობრივი საქმიანობისა ჩვენი ხელისუფლება რას აკეთებს რა შეცდომებს უშვებს ამაზე კი არ ამახვილებს და რა დანაშაული ჩადის აპირებს დასაჯოს ის ადამიანები, ვინც ამ შეცდომაზე ყურადღებას ამახვილებს. რა დროს ეგ იყო, რა დროს იმის თქმა იყო, რომ აგერ თურმე იმაში რა ქვია, ორთოდოქსი მუსლიმები ვყავს და ირანის გავლენის ქვეშ მყოფი ჯგუფები არიან. ამ დროს დაკითხვაზე დაიბარეს ვინ? თარგამაძე, ხიდაშელი, კიდე მესამე არ მახსოვს გიორგი კანდელაკი და ამ დროს დაიბარეს რა დროს როდესაც ირანის საელჩოსთან იდგა საქართველოს მოქალაქეების ჯგუფი და ამბობდა რომ ხამენეი ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ შენი ნებისმიერი ბრძანება თვალნათლივ ჩანდა ის პრობლემა რაზედაც ეს ადამიანები საუბრობდნენ და როდესაც არა მარტო ისინი როდესაც ჩამოვიდა ეს რა ქვია ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ჯგუფი ვინ დაიბარეს უჩანანუაშვილი ანუ პრობლემა და საბოტაჟის საქმე მოლაპარაკეებია თურმე საბოტაჟის საქმე არის საინტერესო რომელიც პოლიტიკოსის წინააღმდეგობა არის აღზრული ცუდად რო ჩვენ დასანქცირებას რატო ითხოვდითო აგაშენა ღმერთმა ანუ სინამდვილეში ეს არის ხელისუფლება რომელიც ორბანივით პრობლემას კი არ აგვარებს პირიქით პრობლემას ვინც დაანახებს მით უმეტეს ჩვენს პარტნიორებს იმაზე აღძრავს საქმეს ამიტომ არ გამოუვა მგონია ბიძინა ივანიშვილს
აი რო პირიქით ჩვებოდეს და თუმცა ამ ადამიანის ვიზიტი ხო ნიშნავს რომ ეს ინტერესი არის ამ სპორტის მიმართ ხო თქმა უნდა მეცაც გეტყვი კაცო იგი და ივანიშვილმა მარტივად შეიძლება უთხრას რომ ხო ხედავთ თუ პრინციპი ამას ღიადაც ეუბნებიან რომ ვერც ვით ჩვენ ხელისუფლებას აქ ვერც ოპოზიციამ გაგიმართლათ ვერაფერი ყველაფერი ჩემს ხელში ჩემს ხელში ის ასე ამბობს ასე პოზიციონებს პირდაპირ თქვა რა ქვია შალო პაპუაშვილს რეკო ბახიძემაც რომ არ გამოუვიდათ ეს არ გამოგივიდათ რევოლუციები ამ გზავნილს უგზავნიან ან ისინი ასე უყურებენ რომ დასავლეთი ცდილობს აქ ხელისუფლების შეცვლას და ეუბნებიან არ გამოგივიდათ და ეხლა ჩვენ დაგველაპარაკეთ აი 4 რევოლუცია იყო იძახის რაღაც ცდილობს ხელისუფლების შეცვლას დასავლეთი რო ცდილობდეს უხეში ჩარევით ხელისუფლების შეცვლას დღეს აქ ხელისუფლების ტიპები უბრალოდ ფიზიკურად არ იქნებოდნენ ეგრე იქნებოდნენ შეერთებულ შტატებში. რატო? აი ნუ ახლა რა მოხდა იმაში რა ქვია ვენესუელაში და მიხვდები რატო? რა შენ ვინმეს მართლა გონია რომ საქართველოს ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება სოფლიოში რომელიც ეგრე წოდებულ deep state-ების წარმატებით მთელი სოფლიო ხო კონტროლის ქვეშ აიღეს. თვით დიდი ტრამპიც კი ჯერჯერობით დამარცხებულია ბატონ ზაზაშატირიშვილს თუ მოусმენთ ხო deep state-თან ბრძოლაში. ერთადერთი ბიძინა ივანიშვილია ოღონ ის რა იცი რა მახსენდება თლად კარგი კი არ არის მოუხელთებელი ჯოს ის ხო იცი რა ქვია ანეკდოტი რა ქვია სამწუხაროდ ეგ მომენტიც არის საქართველოს მნიშვნელოვანია მაგრამ არის უფრო დიდი პრობლემებიც და ამ პრობლემების მოგვარებაზეა გადართული და საქართველოს ქართული ოპოზიციის თავარი ამოცანა არის ერთი რამ და მე ამას რა ვიცი ყველა შეხედრაზე ვამბობ რომ მაშინ როდესაც ბჭყალებში თითქოს ჩვენთვის არ ცალიათ მაშინ განსაკუთრებული აქტიურობაა საჭირო რომ მაშინაც კი მოაცლევინო შენთვის აი გაგახსენებ აი ის რო ჩამოვიდა რა ქვია შარლ მიშელი საქართველოში და პირდაპირ გვითხრეს რომ არ ცალია თქვენთვის ოღონდ და გვეუბნებოდნენ თავიდანვე რომ შედით პარლამენტში არა გვაქვს ახლა საქართველოში პრობლემების დრო ოღონდ სწორედ იმის გამო რომ ოპოზიცია იყო პრინციპული სანამ იყო პრინციპული კეთილინებენ და ჩამოვიდნენ ანუ აიძულეთ ჩვენი პრინციპულობით ყურადღება მოექციათ მაშინაც კი როდესაც მათ არ ეცალათ საქართველოსთვის დღეს 10 ჯერ უფრო მეტი ძალისხმევა გჭირდება სოფლიოში მიმდინარე გლობალური პრობლემების და გლობალური გამოწვევების პირობებში რომ ჩვენს მიმართ ინტერესი და ყურადღება არ დაიკარგოს ოღონდ ეს ინტერესი და ყურადღება რა თქმა უნდა იქნება პარალელურად დემოკრატიასთან და ხელისუფლების ლეგიტიმურობასთან კავშირში საქართველოს რომ ყავდეს ოდნავ მაინც პატრიოტული ხელისუფლება ის მზად იქნებოდა გადადგას ნაბიჯები დემოკრატიისკენ ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ პირიქით აკეთებენ მზად ყველაფერს აფუჭებენ აგროვებენ პრობლემების ნუსხას იმ იმედით რომ 2020 წლის ის გავუათ რა ქვია მაგალითი როდესაც ოპოზიციის პოლიტიკური პატიმრების გამოშვების სამაგიეროდ მიიღეს მაშინაც ლეგიტიმაცია და ბელორუსშიც ეგ პროცესი ახლა დაწყებული ხო ახლა ლუკაშენკოს სანქციები მოუხსნეს და ასე შემდეგ იმის გამო რომ გამოუშვა პატიმრები რატო არ გქონდეს ივანიშვილს ეს იმედი გამიგე უნდა ქონდეს ასე შეუძლია პორტებით და დერეფნის ფუნქციით ივაჭროს უნდა ქონდეს ყველას იქეთ პოლიტ პატიმრები ეგ იმედი ყველა შეიძლება ქონდეს ოღონდ გონია და მიმაჩნია რომ საქართველოს ეგ არ გამოვა ბელარუსის წონა ბელარუსის მასშტაბები ბელარუსის მდებარეობა კიდევ უფრო მეტ დათმობებზე წაყვანას აიძულებს ვიღაცებს მაგრამ იქაც მოდი ვნახოთ რა დათმობებზე წავა ლუკაშენკო და საით გადადგამს ნაბიჯ ყოველ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას მსგავსი რამაც არ აფიქრდება რა მსგავსი რამაც არ აფიქრდება რომ თუნდაც აი მაგალითით ისარგებლოს ოღონდ ვიმეორებ საქართველოს ხელისუფლება თვითონ შეიძლება ამას აკეთებდეს ოღონდ ოპოზიციის მხრიდან ამ წუთში ამ ეტაპზე განსხვავებით წარსულისაგან რა ვიცი ყველა სწავლობს თავის შეცდომებზე იმედი მაქვს რომ ჩვენც ვსწავლეთ ჩვენ შეცდომებზე ჩვენ ტერორისტებთან ვაჭრობას პოლიტიკური პატიმრებით არ ვაპირებთ ერთი მარტივი მიზეზის გამო მოხდა ის რასაც თავის დროზე ვამბობთ ყოველი დათმობა პოლიტიკური პატიმრის გამო არის წახალისება ხელისუფლებისთვის რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარი ხავდეს და სწორედ ეს დაგვხვდა დღეს წინ როდესაც 2019-20 წლისგან განსხვავებით დღეს ხავს გაცილებით უფრო დიდი ბევრი პოლიტიკური პატიმარი და უფრო მეტი ცინდისის პატიმრები უფრო მეტი კიდე კანონზე ამატებს ნუ ახლა სასაცილოა უბრალოდ ხო აი ახლა ყველა ყურადღება გაამახვილა ქალბატონი თამარ ბაგრატიონის სუდ ინგლისურზე
და მინდა ყველას გასაგონად თქვა, რომ მას შეეძლო ქართულად ლაპარაკი და ალბათ ჯობდა ქართულად გამოსულიყო და ვინმეს ეთარგმნა. ოღონდ რატომღაც ყურადღება მისი ინგლისურის დონეზე გამახვილდა. ამ დროს კატასტროფული შინაარსი იყო. მე რა შინაარსი თავისთავად გადასარევი იყო, ოღონდ შინაარსა და რეალობას შორის ამხელა აცდენა იყო. მე გაგახსენებთ მისი სიტყვების აი ამ ნაწილს. მე 4 შვილის დედა ყოველ დღე ვდგები და ამაზე ფიქრი და ამაზე ზღვრით, ბავშვებზე ფიქრით ვიღვიძებ და ვიძინებ. და ზუსტად აი ამ სიტყვების თქმის დროს 4 შვილის დედას წელიწად ნახევარი მიუსაჯეს. და რაზე მიუსაჯეს? ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო. ოღონდ აქაც არ ყოფნით twin-ი. აქაც არ ყოფნით, ფეხს აიტეხავენ. ესენი რომ ფეხს თვითონ არ იტეხავდნენ, ჩვენ სამწუხაროდ არა ვართ ინფორმაციაში ამ ეტაპზე, თუმცა მეცდებით რომ გავხდეთ და აუცილებლად გავხდებით რომ ჩვენ წავატეხინოთ ფეხი, თვითონ იტეხენ ფეხს. დამწკრივდა იმის რა ქვია, ოცნების პოლიტიკური ლიდერები და რა თქოს, აბა რა ეგონა რევოლუციებს უაწყობდა. ანუ პრაქტიკულად აღიარეს რომ ელენე ხოშტარია ზის არა ბანერზე წარწერის გაკეთების გამო, არამედ პოლიტიკური მოტივებით. და არ ვიცი ახლა ეგ მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში ჩემი გინებები ახსოვს ხალხს, არასდროს არ ვიყავი ხოლმე ინიციატორი, რაც უნდა უცნაური იყოს. აი, ყველას ახსოვს, რომ ბობოხიძეს რო იტყვი, პირველ რიგში ახსენდება გინება, ჭუბი, ლანძღვა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ მიწევდა ყოველთვის პასუხის გაცემა. ყოველთვის პასუხის გაცემა მიწევდა შეურაცხყოფებზე, მაგრამ აი ახლა მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ეთერში ვერიდები, თქვათ, ეგეთი გახსოვს რას გვაბრალებდნენ? ბოდიშვიხტი ამ გამონათქვამზე გაბოზება უნდა საქართველოში ჩაშვებებს გვასწავლიან და აი ამ ხელისუფლებას რომ უყურებს სამწუხაროდ მაინც და მაინც ამ ხელისუფლების წარმომადგენლებზე ჩვენი ის რა ქვია ექსპერიმენტი როგორც ჩანს წარმატებით განხორციელდა, იმიტომ რომ კალამს არ აგდებენ ხელიდან. კალაძე გამოვიდა და აი ამ ცხოლებულმა რაგვარი იყო გოცილიძე ფეხბურთელმა, რომელიც მივიდა თავს დაესხა ხალხს და მე უბრალოდ დაასრო და უჩივლა ხალხს და ციხეში ამოაყოფინა თავი. მინიმუმის გააკეთა რომ არა მაქვს ამ ბიჭებთან პრეტენზია და გთხოვთ გამოუშვითო. კალაძე ესეც კი ვერ ათქმევინეს. კაცური ნაბიჯის გადადგმის უფლება არ მიცეს. კახი კალაძეს და კალაძემაც გაიმეორეს ერთი მესიჯი რაც აქვს, რომ თავისი შვილები თუ ანაღლებდაო, მაშინ თვითონ უნდა ეფიქრაო. ანუ ასე არ უნდა მოგწოდო. ეს მესიჯი შეიმუშავეს. ბიჭო, გოცილიძე ხო მივიდა და თქვა რომ გაუშვით ის ხალხი. ოღონდ სასამართლო მაიღო თავის თავზე, ხო და არ გაუშვა. კალაძეს ამის უფლებაც არ მიცეს. კალაძეს ბოლომდე ნაძილობაზე მოაწერინეს ხელი. კალამს არ აგდებენ ხელიდან ტიპები და მე საჩივარზე წერენ, ოღონდ კი რაიმეს შანსი მიეცათ ეს. ასე კალაძეს საჩივარ არ დაუწერია, პირდაპირ კანონმა იმოქმედა, მაგრამ ნუ მას შეეძლო უბრალოდ ეთქვა, რომ ხა ჩემი ბანერზე წარწერის გაკეთების გამო არ ვეთანხმები რაღაც სიამოვნებს, რომ ხა ქალი და 4 შვილის დედა იჯდეს წელიწად ახერ ციხეში. ხა გავიხსენო თუ არა. ესეც ვერ თქვა. იმდენად ძიმე დღეებში ვართ, არ ვიცი ხა არასერიოზულ თემებზე გადატანა რამდენად სწორია ჩემი მხრიდან, არ ვიცი. ანუ მირაბიშვილის სასამართლო პროცესი იყო და რა ვიცი დგას უამრავი ქართული ოცნების მომხრე, აქეთ დგავართ მანუს გულშემატკივრები და ბოდიშვიხტია ისევ ტერმინზე, ბოზებო ისმის ხვირილი და ნუ გამოვიდა ჩემი ძმა, ამოვიდა ყელში და ბიჭო 4 საათია კაცის დაჭერას ითხოვდა და კიდე ჩვენ ვართ ბოზებიო. ანუ თავდაპირად დააყენეს პატრიოტიზმი, ჩაშვება, ყველაფრის მონოპოლისტები. აი ამ თემაზე მინდა კითხოს, აი შალვა პაპაშვილის ამ განცხადებაზე, ეს პრინციპში დიდი ხანია უკვე მათ ნარატივში არის, რომ აი ჩვენ ამბობთ, რომ ის არის ისინი არიან არა პატრიოტები, პატრიოტები არ არიან და ასე შემდეგ. ესენი ამბობენ რა, ისინი ჩვენ ვართ ქართული ინტერესის გამტარებელი და ესენი არიან უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი. ქართული ინტერესების გატარება. ანუ უცხო ქვეყნის ინტერესების არ გატარება. რომელ ბანაკში წარმოუდგენიათ საქართველოს? ან წარმოუდგენიათ თუ არა ბანაკის მიღმა? ანუ ვინ დაიცავს საქართველოს და ვისთან ერთად შეიძლება საქართველოს იყოს დაცული? ვისთან ერთად შეიძლება საქართველოს სუვერენიტეტი იყოს უფრო დაცული? იმიტომ რომ აბსოლუტური დაცვა რა თქმა უნდა არ არსებობს. ოღონდ სად შეიძლება იყოს უფრო დაცული? ნეიტრალიტეტი არის თუ არა დაცვის გარანტია? წარსულმა ხომ მაინც უნდა გვასწავლოს რაღაცა. ნეიტრალიტეტი გამოაცხადებინეს. აი იმ საიდუმლო მუხლებში სწორედ მოთხოვნა იყო ჩაწერილი, რომ საქართველოს მოითხოვდა ინგლისის საექსპედიციო ძალების გაყვანას ქვეყნიდან და როგორც კი ინგლისელებმა დატოვეს ქვეყანა, რუსეთი შემოვიდა ზუსტად ერთ კვირაში ქვეყანაში. ანუ ნეიტრალიტეტმა კი ვერ დაგვიცვა პირიქით, როგორც კი ნეიტრალიტეტი მოითხოვა საქართველოს, როგორც კი ევროპას უთხრა, რომ არ მჭიდები გადით. ანუ როგორც კი ჩააჭრა თავისი კავშირები ევროპასთან,
მეორე დღესვე რუსული არმია შემოვიდა საქართველოში. როდესაც საქართველოს არ ეყოლებდა ერთი დამცველიც კი და რატომაც ქართველებს მაინც და მაინც წარმოუდგენია რომ აბა ჩვენ ვინ დაგვიცავს, ვინმე მიბრძოლა ჩვენს გარეშე? ბიჭო, შენ თუ არ იბრძოლებს შენი თავისუფლებისთვის, სხვა რა თქმა უნდა არ იბრძოლებს. დახმარება არ ნიშნავს რომ სხვა მიომოს შესმაგივრად. მე რა დაუკვირდეთ ამათ პროპაგანდას. ზელენსკი არის სატანის მოციქული, რატომ? იმიტომ რომ გააწყვეტინა მთელი უკრაინა. და რა უნდა ექნა ზელენსკის რო არ გაეწყვიტა მთელი უკრაინა, უნდა დაეთვო დონბასი, უნდა დათვოს ყირიმი, უნდა დათვოს ზაპოროჟიე, უნდა დათვოს ქართული ტერიტორიები. იგივე ხალხი მიშას ეუბნება კოდორი რატო დათმეო. იგივე ხალხი ეუბნება ამბობს იმაზე, რა ქვია, ირანის ყოფილი აიათოლა ალი ხომენეიზე წამებით მოკლული, მოწამობრივად მოკლული. ანუ ერთი და იგივე ხალხი ერთნაირ პროცესებს სხვადასხვანაირად აფასებს იმის და მიხედვით რა ჭირდება მათ პროპაგანდას. ანუ ერთ შემთხვევაში ხომენეი არის გმირი და პატრიოტი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი არ მოერიდა და ბომბები მიიღო ქვეყნის თავზე, თან არის რა ქვია, რა ხელისუფლებაც არის თავისივე ხალხის მკვლელი ტერორისტი, სოფლიო ტერორიზმის წამხალისებელი და მართველი და მეორე მხარეს არის ზელენსკი, რომელმაც ასევე გმირულად დაიცვა თავის ქვეყანა, ასევე არა, უпроსტოდ გმირულად დაიცვა. ოღონდ იმდენად არიან ავტორიტარული და დიქტატორული მმართველების გულშემატკივრები, იმიტომ რომ პირდაპირ ამაზეა დამოკიდებული მათი ხელისუფლების შენარჩუნება თუ არა ჩვენს ირგვლივ რეგიონში ავტორიტარული ხელისუფლებები თუ დაიწყებენ ცივილიზებული თუ ჩვენს ირგვლივ გარემო იქნება ცივილიზებული სტანდარტების მქონე. იმდენად არის ამაზე დამოკიდებული, რომ პირდაპირ გულშემატკივრობენ, ტრებს გულშემატკივრობენ, პუტინს გულშემატკივრობენ, ზელენსკის წარმატება და უკრაინელების წარმატება არ უხარიათ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მშვიდობა ამ ქვეყანაში მათმა მთავარმა პროპაგანდისტმა შალვა რამიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ხო უკრაინის მარცხი იქნება ჩვენი გამარჯვება. კი, ეგრე არის და სწორი ეგრე არის. ჩვენი გამარჯვება და პირიქით. გამარჯვება, სინამდვილეში ხო უკრაინის გამარჯვება. დღეს თუ ჩვენ მშვიდობა გვაქვს ქვეყანაში, ეხო ბიზნეს დამსახურება არ არის. ეს არის იმის დამსახურება, რომ დღეს რუსეთი ვერ იცლის საქართველოს კი არა, სომხეთს კარგავს თვალსა და ხელშუა, უკვე დაკარგა და იქ ვერ ქნა ვერაფერი. რატომ? იმიტომ რომ იმდენად არის ჩაფლული უკრაინის ომის ჭაობში. იმდენად არის დაკავებული ამ საქმით და აი ხვალ რომ ომი დამთავრდება, მე რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს, ძალიან მძიმე მარცხით თუ არ დამთავრდა და რღვევის პროცესით რუსეთის აი ესე საშუალო ზავის პირობებში რომ დამთავრდეს გამოთავისუფლებული ძალა, რუსული გამოთავისუფლებული ძალა, როგორ ფიქრობ, საით იქნება მიმართული? ყაზახეთისკენ წავა, რომელიც უკანაც უკვე ჩინეთი დგას, ბალტიისპირეთისკენ წავა, რომელსაც ნატოს ქოლ გაიცავს, აზერბაიჯანისკენ წავა, რომელსაც პარტნიორი ყავს თურქეთის სახით, საით წავა? აი მის გარემოცვაში ვინ არის ყველაზე დაუცველი ქვეყანა, რომლის ხელისუფლების მოქმედების გამოც ხვალ რო რუსებმა ის გააკეთონ ოკუპაცია ამ ქვეყნის, ალბათ ორი ის არ გვეყოლება, რა ქვია, განცხადების გამკეთებელიც და ორი გულშემატკივარიც კი. აი ეს არის ის შედეგი, რომელიც დადო ქართული ოცნების ხელისუფლებამ და ეს ყველაფერი დადო სწორედ საკუთარი ძალაუფლების, იმიტომ რომ მათი მიზანი, მთავარი მიზანი არის ძალაუფლების შენარჩუნება. აი ამ იმაშიც, რა ქვია, ანაკლიაშიც ამ ძალაუფლების შენარჩუნების და ლეგიტიმაციის საინტერესოა ჩინელებთან რა მოხდა, ხო? ანუ ჩინელებს გაამარჯვებინეს და გადააგდეს ჩინელები, ანუ ეხლა ისევ ამერიკელებს აუვლიდნენ. დაკარგულ დროს ვინ ანაზღაურებს მერაბ? ანაკლის იმას ხო საერთოდ დახურეს. ჩვენ გვავიწყდება და მხოლოდ ანაკლის პრობლემას უკავშირებთ მარტო როცა ხაზარაძეს და ბადრიჯაფარიძეს გაუუქმეს ხელშეკრულება. მანამდე ხო სანამ ამ ხელშეკრულებას გააფორმებდნენ, საერთოდ დახურულად გამოაცხადეს ეგ პროექტი და თქვენსო სისულელე იყო და ამერიკელებს რა უნდა შავ ზღვაზე ცნობილი ფრაზა მის ბიძინა ივანიშვილის. მეორე შეცდომა უკვე მაშინ დაუშვეს და დანაშაული უпроსტოდ რა შეცდომა, როდესაც რამდენ მილიონიან ფორმალურად რამდენ მილიონიან საგარანტიო წელი შეეწირა, თუ გახსოვთ ეგ ის რა ქვია პორტის მშენებლობის საკითხი. ყველაფერი დასრულებული იყო. 50 მილიონიან საგარანტიო წერილს, რომელიც უნდა გაეცა საქართველოს ხელისუფლებას, რომ რაღაც მდგომარეობის დადგომის შემთხვევაში ის ამ გარანტიით შედიოდა. და რატო უნდა აიღოს საქართველოს ეს გარანტია და რატო უნდა აიღო თავის თავზე? და რატო ავიღეთ 400 მილიონი ენკას
გარანტია და რატო გვაქვს გადასახდელი 400 მილიონი ენკასთან? რატო გვაქვს 120 მილიონი გადასახდელი თუ მილიარდზე მეტი თუ არ ვწდები ბოდიშვილი შეიძლება შემეშალა რაოესთან კალაძის მიერ დარღვეული ხელშეკრულებების გამო. რატო გვაქვს 760 მილიონი დოლარის ჩაყრილი წყალში სამტრედია იმის რა ქვია ლანჩხუთის საავტომობილო გზის ვითომ გაკეთებაში. რატო და ამ დროს უზარმაზარი საქმე კეთდებოდა, ხო? ამ ფონზე როგორ ხედავთ თქვენი ალიანსის, ეს ახალი შექმნილი ალიანსი ხართ, ოპოზიციური ალიანსი, თქვენი წარმომადგენლები შეხვდნენ ამერიკელ სტუმარსაც, მაგრამ თქვენს პერსპექტივას როგორ ხედავთ? ხო, ახლა ნიკა გვარამიას ისწავი კითხი აქ განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ აი აქეთ ხარეს გაძლიერდება აქციები, გაძლიერდება რაღაც ასე ვთქვათ წინააღმდეგობა და შესაბამისად ეს უნდა იყოს ვთქვათ ამაში გჭირდება ამერიკელების ხარდაჭერაო. რამდენად წარმოგიდგენიათ რომ მართლა რეალური ძალა შექმნათ თქვენ ისეთი რომელიც რაღაც შეცვლის თამაშის წესებს. პირველი ვეცდებით და მეორე იმედი მაქვს და მესამე სხვა გზა უბრალოდ არ აქვს მე რა. როდესაც სხვა გზა არ აქვს იმ ალიანსშიც კეთო ვართ ადამიანები რომლებსაც საკმაოდ ძიმე ურთიერთობები ქონდა წარსულში და უახლოეს წარსულში. თუმცა საჭიროება საქმის ინტერესი გაერთიანებს და გაიძულებს გაერთიანდეს და მე მივესალმებოდი თუ ალიანსში კიდევ ვინმე სხვასაც ვიხილავდი. განსაკუთრებით ლელოს, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ სისრულისთვის იმისთვის რომ სულად წარმოვადგენდეთ ჩვენს ამორჩეველს ალიანსი უნდა იყოს რაც შეიძლება ფართე და დაუბრუნდები ჩემი ძველ ფორმულას როცა ვამბობდი რომ არ არის უწყვეტი მე მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანს რომელიც უწყვეტ აქციაში მონაწილეობს ამას თავისი მორალური დღენელი აქვს და ძალიან დიდი ოღონდ არ არის აუცილებელი 100,000-იანი არც აუცილებელია და შეუძლებელიც არის მუდმივი 100,000-იანი მიტინგები მაგრამ იმისთვის რომ ჩვენს თავარ პარტნიორებთან მუდმივად ჩანდეს მხარდაჭერა ოპოზიციური განწყობა ჩვენი ხალხის პერიოდულად რა თქმა უნდა ხალხმრავალი მიტინგებიც არის საჭირო და ჩვენი ამოცანა ალბათ არის ის რომ უახლო სხვათა შორის მინდა გითხრა რომ ვაპირებდით 31 მარტისთვის მაგრამ ნუ ეხლა პატრიარქის გარდაცვალებამ რა თქმა უნდა ჩვენს გეგმებშიც გარკვეული ცვლილებები კი ვაპირებდით და ბევრ ღონისძიებას ვაპირებდით მაგრამ ნუ ამ ეს არ იყო ხო უმნიშვნელო მოვლენა რაც მოხდა ამან გარკვეული ცვლილებები შეიტანა მაგრამ ნუ ცოტა დაგვიანებით მაგრამ ამ გეგმების ასრულება ძალიან მალე დაიწყება ხო ანუ ერთ-ერთი მიზანი არის რომ რაღაც მე მინდა თითოეულ ქართულს დაბრუნდეს დიდი აქციები მაგრამ აქ თემა არის რამდენად არის ამის შესაძლებლობა ბატონო მე მგონია რომ არის იმიტომ რომ თითოეულ ქართულს მე გაგახსენებ შენ მერაბრო პერიოდულად როცა მგონია რომ თითქოს ჩანცხრალია პერიოდულად გზნობს ხალხი, როდის არის საჭირო, რისთვის არის საჭირო და მე კიდე ერთხელ ვამბობ იმისთვის, რომ ალიანსმა და ქართულმა პოლიტიკურმა ოპოზიციურმა ძალებმა წარმატებით გააგრძელოს ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის გასაგრძელებლად, ამისთვის საჭიროა კვლავ ჩანდეს ეს მხარდაჭერა. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, გადავწყვეტი სიტყვა იქნება მაინც ქართული ხალხის. ასე იგი მადლობა დიდი. აი ბობოხიძე იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ გვაქვს რეკლამის შემდგომ როგორც გითხარით, ირანში მიმდინარე ომზე ვისაუბრებთ, უახლოეს ინფორმაციებზე, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს. ჩვენი სტუმარი იქნება ამერიკანისტი გიორგი ლაბაძე, რომელიც ახლა ამერიკაში იმყოფება და სწორედ იქედან ჩაგვერთვება. მაშასე ჩვენ დაუბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით გადაცემის ამ ნაწილში ირანში ომის საკითხს დაუბრუნდებით. ირანელი მომლაპარაკებლები ძალიან უცნაურები არიან, ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. უბრალოდ წერს სოციალურ ქსელში. ისინი გვემუდარებიან, რომ მათთან შეთანხმება დავდოთ, რასაც უნდა აკეთებენ კიდეც, რადგან სამხედრო რასაც უნდა აკეთებდნენ კიდეც, რადგან სამხედრო თვალსაზრისით განადგურდნენ. მიუხედავად ამისა, საჯაროდ აცხადებენ, რომ ჩვენს წინადადებას განიხილავენ. ეს არასწორი საქციელია. ჯობს საქმეს სერიოზულად მიუდგნენ. ვიდრე ძალიან გვიან არ არის, რადგან როგორც კი ეს მოხდება, უკან დასახევი გზა აღარ იარსებებს და ეს სასიამოვნო არ იქნებაო წერს ბატონი ტრამპი. ცნობისთვის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არახჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ում ბოლო დღეებში თეირანს არაერთი შეთავაზება გაუგზავნა მეგობრული ქვეყნების მეშვეობით, თუმცა ეს კომუნიკაციები მოლაპარაკებებს არ წარმოადგენს. იმ ფაქტს, რომ შეტყობინებები იგზავნება და ჩვენ გაფრთხილებებით პასუხობთ ან ვაცხადებთ ჩვენს პოზიციებს, არ ქვია მოლაპარაკება ან დიალოგი. ეს არის შეტყობინებების გაცვალ აღნიშნა არახში. პარალელურად აქსიოს ავრცელებს ასეთ ინფორმაციას,
აშშ ირანის წინააღმდეგ საბოლოო დარტყმისთვის სამხედრო ვარიანტებზე მუშაობს. ინფორმაციას გამოცემა აქსიოსი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროების ცნობით, თუ მოლაპარაკებებში წინსვლა არ იქნება და ჰორმუზის სრუტი არ გაიხსნება, მაშინ სამხედრო ესკალაციის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, გამანადგურებელი ძალის დემონსტრირება აშშ-ს მოლაპარაკებების პროცესში უფრო მეტ ბერკეტს, ხოლო აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გამარჯვების გამოცხადების შესაძლებლობას მისცემს. წყაროების ინფორმაციით, პენტაგონი საბოლოო დარტყმისთვის 4 ვარიანტს განიხილავს. პირველი, ხარგის კუნძულის დაკავება ან ბლოკადა. მეორე, კუნძული ლარკის დაკავება, რომლითაც ირანი ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს. მესამე, ჰორმუზის სრუტის შესასვლელში მდებარე აბუ-მუსას სტრატეგიული კუნძულის დაკავება. და მეოთხე, ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით ირანული ნავთობის გადამზიდი გემების დაკავება. ასევე გამოცემა წერს, რომ პენტაგონმა ირანის ბირთვულ ობიექტებში არსებული გამდიდრებული ურანის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სახმელეთო ოპერაციის ვარიანტების მოამზადა. თუმცა მსგავსი სახიფათო ოპერაციის ნაცვლად შესაძლოა აშშ-მ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ფართო მასშტაბიანი დარტყმები განახორციელოს. ამის პარალელურად ვაშინგტონ პოსტი წერს, რომ პენტაგონი უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების ახლო აღმოსავლეთში გაგზავნის საკითხს განიხილავს. და კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელსაც ისრაელი ავრცელებს, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის საზღვაო ძალების მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა, ანუ კიდევ ერთი მაღალ ჩინოსანი მოკლეს, როგორც ჩანს. ასეთი არის ამ დროისთვის ბოლო ცნობები ირანის შესახებ. გიორგი ლაბაძე ჩაგვერთვება, რომელიც სწორედ ამერიკაში იმყოფება, ამერიკის მკვლევარი. მოგესალმებით, გიორგი. მოგესალმებით, გამარჯობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. შენი შეფასება როგორია ბოლოს არსებული ვითარების? რამდენად მიმდინარეობს მართლაც მოლაპარაკებები? ან მართლაც რამდენად შეიძლება საქმე მივიდეს უფრო ესკალაციამდე და არ ვიცი, შეიძლება იქ სახმელეთო ოპერაციამდეც? კი ბატონო, საინტერესო არის ნამდვილად, ბევრი რამე ამაზე დამოკიდებული. თუმცა ჩვენ კარგად ვხედავთ და ჩემი აზრით ვხვდებით, რომ ამერიკელების мотиваცია და მიზანი არის რეალურად რაღაც დონემდე და რაღაც მიზნებამდე მიყვანა ამ დაწყებული კამპანიის და შესაბამისად მე პირადად უკვე აღარ ნამდვილად არ მგონია გამორიცხული, რომ სახმელეთო ოპერაციებზე მივიდეს საქმე, თუ თქვათ რაღაც დონეზე აქამდე ეჭვმეპარებოდა, იმიტომ რომ ეხლა გარკვეულწილად ამოცანების შესრულების გარეშე ომიდან გამოსვლა ამერიკისთვის არის ჩემი აზრით საკმაოდ ისეთი რეპუტაციულად არც ისე საინტერესო და არც ისე მიზანშეწონილი, შესაბამისად ჯობია, რა თქმა უნდა, ბევრად ჯობია ამერიკამ შეძლოს, რომ თავის სასაფლაო ამოცანებს მიაღწიოს და ის გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური პლატფორმა და მოცემულობა შექმნას, რაც დაკავშირებული იქნება და რაც გამოვა აი ამ ირანში თუნდაც ამერიკის სასარგებლო რეჟიმის დამყარებით და დამკვიდრებით, ან თუნდაც გარკვეული სხვა ჯგუფების ხელისუფლებაში მოსვლით ირანში. შესაბამისად, ნამდვილად აღარაა გამორიცხული სახმელეთო ოპერაცია, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ახლა ვიყოფებით შეერთებულ შტატებში, დალასში, სადაც წარმოდგენილი არიან ამერიკელი კონსერვატორები, ტრამპის ძალიან ისეთი ახლო მოკავშირეები, ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის სახელით და აქ საერთოდ ეს პლატფორმა არც ისე ხარდამჭერი არის ხოლმე საგარეო ომების და ომებში მონაწილეობის განსაკუთრებით უშუალოდ უცხო ჯარის შეყვანის მიმართულებას. თუმცა საინტერესო არის ძალიან, რომ აი რეზა ფეხლევი მონაწილეობს აი ამ კონფერენციაში და დღეს არის მისი გამოსვლა, იმიტომ რომ ეს დიდი მხარდაჭერა მიიღო რეზა ფეხლევი აი ამ ამერიკული ტრამპის მოკავშირე ჯგუფებისგან. ეს ამის დამადასტურებელიც არის და აქ ხოლში ნახავს ძალიან ბევრ ირანელს, რომელიც ფეხლევის მხარდამჭერები არიან, ტრამპის მიმართ ძალიან დადებითად არიან განწყობილი აი ამ მის მიმართ მხარდაჭერის გამო ტრამპისგან და ეს პროცესი ძალიან საინტერესო მიმდინარეობს ახლა. ფაქტია, რომ გარკვეულწილად აი ამ რესპუბლიკური პარტიის ჯგუფებმა პირდაპირ მიისცეს ტრიბუნა რეზა ფეხლევის, რაც ნიშნავს, რომ მათ აქვს სურვილი, რომ ირანში აი რეზა ფეხლევთან დაკავშირებული ჯგუფები მოვიდნენ ხელისუფლებაში. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ისინი ტრამპი არც ისე დადებითად ლაპარაკობდა ამ რეზა ფეხლებზე, ხო გვახსოვს, ხო ამბობდა, რომ მას იქ შეიძლება არ აქვს დიდი მხარდამჭერა და მირჩევნია შიგნიდან იყოს ვინმე.
ხო, ეხლა ჩვენ გვახსოვს ეგ განცხადებები როგორ არა, შიგნიდან რაღაც ვინმე შეიძლება სხვა და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. უბრალოდ მე ფაქტს ვიძახი, ეს ტრიბუნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ეხლა ველოდებით მის გამოსვლას. ძალიან მნიშვნელოვანი ტრიბუნა არის, ფაქტურად მთელი რესპუბლიკური პარტიის წევრები იქნება ეს, რა ვიცი, ყველანაირი ფრაქციის წარმომადგენლები აქ არიან თავშეყრილები და დიდი არის მხარდაჭერა მის მიმართ ზოგადად აი ამ რესპუბლიკელების მხრიდან. ამიტომ ეს სიგნალია, ეს ასე მარტივად არ ხდება, რომ თქვათ რეზა ფეხლების მსგავსი ფიგურები, ასე თქვათ, მიწვეული იქნან და ისაუბრონ აი ამ ამერიკელი ხალხის წინაშე. შესაბამისად, ეს მიუთითებს იმასაც, რომ ერთის მხრივ აი ამ ციპაკის მხრიდან და ერთგვარად კონსერვატიული წრეების მხრიდან აქვს მხარდაჭერა ირანში ამერიკის ინტერვენციას დღეის მდგომარეობით შეიძლება იყოს იქ გარკვეული წინააღმდეგობები, მაგრამ მაინც ძირითადი პლატფორმის მხარდაჭერა არსებობს და მეორეს მხრივ ეს მხარდაჭერა თარგმნილი არის აი ამ რეზა ფეხლების მიმართ უფრო მეტად. იმიტომ რომ ეხლა ტრამპი მაგას ამბობს, რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ შესაძლებელი რამდენად არის, ხო, ფეხლების ესე ვთქვათ იქ მისვლა. თორემ, რა თქმა უნდა, იდეალური ვარიანტი არის ეს ყოველ შემთხვევაში, რომ ფეხლები აღმოჩნდეს ირანის მმართველობაში, ამერიკისთვის განსაკუთრებით. ხო, ну თუმცა ტრამპი ეტყობა, რომ უფრო მიდრეკილია ამ ხელისუფლებასთან დალაგებისკენ, როგორც ხედავთ თუ ის არის. ხო, არ გამორიცხავს. მოლაპარაკებებს ამათან აწარმოებს, ასე ვთქვა. ну ცდილობს ყოველ შემთხვევაში. იგი ზოგადად ტრამპისთვის როგორც ხედავთ ჩვენ იგივე ვენესუელის მაგალითზე არ არის ესე იგი ძალიან განსხვავებული სტილი, მაგრამ გულისხმობ რომ იდეალური ვარიანტი როგორც ჩანს არის რეზა ფეხლევის ესე ვთქვათ ფიგურა, იმიტომ რომ მას აქვს დიდი მხარდაჭერა აი ამ რესპუბლიკურ პარტიაში და არის აღქმა რომ ის აი ამ ჩინეთის რუსეთის საპირწონედ ძლიერ ირანს შექმნის, რომელიც იქნება ამერიკის უშუალოდ ამერიკის მოკავშირე. ეს არის ეს ამოსავალი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ხო ტრამპი მაგას რატო ლაპარაკობს? ხო, იმიტომ ლაპარაკობს, რომ დარწმუნებული არ არის, რომ შეძლებს თუნდაც ამ სამხედრო ინტერვენციის მეშვეობით აი ამ შედეგის მიღწევას. მაგრამ ესე ვთქვათ, რაღაცა უმთავრესი და ყველაზე კარგი ნიშნული იქნება ალბათ ეს, რაც შეიძლება ამ ყველაფრით მიიღწეს. რამდენად შეიძლება ეს მოლაპარაკებები მართლა მიმდინარეობდეს? იმიტომ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებს ორივე მხარე. ხო, ტრამპი ამბობს, რომ მიმდინარეობს, ირანი ამბობს, რომ არანაირი მოლაპარაკებები არ არის, უბრალოდ რაღაც გზავნილებს ვიღებთ მათგან. ხო, არ ვიცი, ხა ნამდვილად ჯერ ერთი ირანი ისეთი ტიპის რეჟიმია, რომ მათი ნდობა ესე ღია დისკუსიებში დაახლოებით რუსეთის ტიპის კომუნიკაცია არის, ხო, როდესაც მიდის საუბარი უკრაინასთან, რუსეთთან და რუსეთი ყველაფერს უარყავს ბოლოს და დაახლოებით იგივე ხედავთ ჩვენ ირანის შემთხვევაში ტრამპი ამბობს, რომ აი აქ არის ესე ვთქვათ გარკვეული შედეგები და ისინი უარყოფენ ყველანაირ კომუნიკაციას. დაახლოებით მსგავსი რაზე შეიძლება შენი აზრით შედგეს შეთანხმება ამ რეჟიმთან, მაგალითად, რომელიც ამერიკას დააკმაყოფილებს? მე ვფიქრობ, რომ ისეთი ფორმა ურთიერთობის, ესე იგი და ისეთი მართლობის ფორმა ირანში როგორც აქამდე იყო და ეს იყო კოთად ანტიამერიკული ისრაელის საწინააღმდეგო აძლიერებდნენ ტერორისტულ ჯგუფებს ამუშავებდნენ ვირტუალური იარაღის პროგრამას და ბალისტიკური რაკეტების პროგრამებს. ეხლა პირდაპირ დაუდო ხო პრინციპში ტრამპმა ეს მოთხოვნები, რომ ეს აღარ უნდა მოხდეს და თუ მაშინ აი ეს ვერ მიაღწია შეერთებულმა შტატებმა და ინტერვენციამ ტრამპის მხრიდან და შედეგი რადგან ის რომ ისევ აგრძელებს ირანი ამ ყველაფერს, ხო? რა თქმა უნდა ეს ძალიან გაუჭირდება ტრამპს რომ გაყიდოს თავის აღმორჩეულებში განსაკუთრებით მიდტერმის წინ. შესაბამისად, ეხლა მუშაობა მიდის იმაზე, რომ რაღაცა შედეგი იქნას მიღწეული იგივე ვირტუალური იარაღის, ბალისტიკური რაკეტების, ჰეზბოლას და ჰამასის გაძლიერების და ზოგადად ანტიამერიკანიზმის გამოხატულებებში და ჩინეთთან ურთიერთობაში და რუსეთთან ურთიერთობაში. ხა ეს ძალიან დიდი მოთხოვნებია რეალურად და ძალიან ცვლის გეოპოლიტიკურ მოცემულობას იმის განსხვავებით რაც იყო თქო 1 წლის წინ. ასე რომ ძალიან დიდი მოთხოვნები აქვს ამერიკას, როგორც ჩვენ ხედავთ, ირანის მიმართ და თუ ეს იქნა მიღწეული, რა თქმა უნდა, ჩვენაირი სახელმწიფოებისთვის და თავისუფლებისკენ მიდრეკილი ხალხებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია, მაგრამ ეს უნდა დაველოდოთ ჩვენ და ვნახოთ რამდენად მიაღწევს ამ ყველაფერს, როგორც უკვე თქვით, არ იქნება მარტივი ამ მოკლედ ამ ყველაფრის მიღწევა სავარაუდოდ. ხო, თუმცა აქ დგას ამ ჰორმუზის სრუტის პრობლემაც, ხო, ამ ეტაპზე, რომელიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ პრობლემებს ქმნის, ფაქტობრივად გერმანიის
საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ფაქტობრივად ეკონომიკური კატასტროფა იქნება, ხო, ეს თუ კიდევ გაგრძელდა. ასევე ხედავთ, რომ უკრაინისთვის შეიძლება ბევრი პრობლემა შეიქმნას, რადგან უკვე საუბარია, რომ ის დახმარება, რომელიც უკრაინაში უნდა წასულიყო, შეიძლება ირანისკენ იყოს მიმართული. ნუ მოკლედ, ყველას ინტერესიაში არის ამ კონფლიქტის მალე დასრულება. უბრალოდ თემა არის ის, რომ რამდენად შეძლებს ამერიკა ამის ისეთ დასრულებას, რომ სახე შეინარჩუნოს და თქვათ, ეს გამარჯვებად გააფორმოს, ხო? კი ბატონო, თავისთავად, ანუ არის რაღაცა ამოცანები, რაც ყოველ შემთხვევაში უნდა იქნას მიღწეული, რომ რაღაც დონეზე გამარჯვება გაფორმდეს. თავისთავად ცხადია და ანუ ჩვენ უნდა დავეულოთ სხვა გზა არაა, მაგრამ გარკვეულ განვითარებას ხედავთ ახლა იგივე ირანის მთელი ამ პროგრამების და ამ იარაღის საცავების განადგურება მარტივი საქმე არ იყო, როგორც ჩანს და მეორე მხრივ შედეგობრივადაც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ირანს ფაქტობრივად როგორც აღმოჩნდა საკმაოდ შორს მიმავალი ბალისტიკური რაკეტების მარაგები ჰქონდა და ამ მარაგების შემცირება და შესაბამისად მისგან მომავალი საფრთხის შემცირება ეს გარკვეულწილად რაღაც დონეზე უნდა ჩაითვალოს გამარჯვებად, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, მე მგონი ვისაუბრეთ ამაზე წინა ეთერებში, რომ განსხვავება ირანულ და თქვათ ვენესუელურ მოდელს შორის ტირანიის ის არის, რომ აქ ფანატიზმთან გვაქვს საქმე ირანის შემთხვევაში, ეს ფანატიზმი არის აწყობილი ნახევარი საუკუნის განმავლობაში და შესაბამისად ისე მარტივი, როგორც თქვათ, ვენესუელას ოპერაცია აღმოჩნდა, არ იქნება, იმიტომ რომ იქ ადამიანები არიან მათ შორის წამსვლელი სიკვდილზე თავიანთი აი ამ იდეოლოგიური შეხედულებებიდან გამომდინარე. ამიტომ არ ელოდება ამერიკას მაინც მარტივი გასეირნება, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ნახან შევიდა ამერიკამ ამ კამპანიაში ყველაფერს გააკეთებს, რომ ანუ ესე რაღაცა მოულოდნელად როგორც დაიწყო, ესე მოულოდნელად არ დაასრულებს. ტრამპი ბევრი ელოდება მისი ხასიათიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ერთ დღეს თქვას, რომ რა მოვიგეთ უკვე კაცო რაღაც. იქ ხო გავანადგურეთ ბირთვული პროგრამა და ყველაფერი ასე თქვა დასრულებულია. ასეთ განვითარებას რამდენად ელოდებს? ნუ არ გამოვრიცხა ბოლომდე, მაგრამ ნაკლებად შესაძლებელი მგონია, იმიტომ რომ კიდევ მეორე გადაწყვეტილი არის ირანის სახესრულება ისე, რომ რეგიონში ამერიკას ყავდეს პარტნიორი მეტნაკლებად. ხო, მაგრამ აი ამის გზები, მიღწევის გზები ხო ესე არ ჩანს ახლა, ხო? თითქოს იყო იმის ასე ვთქვათ მოლოდინი, რომ ჩამოიშლებოდა ეს რეჟიმი, იმის მოლოდინი, რომ ხალხი გამოვიდოდა მაგრამ არც ერთი ხელი არც მეორე. ხო, ხედავთ. ხო, რო გაჭირდა ეს პროცესი, მაგიტომაც არის საუბარი, თქვენ ახსენეთ სახმელეთო ოპერაციის საკითხი, ხო? მაგიტომაც არის საუბარი, რომ შესაძლოა ეს წავიდეს სახმელეთო ოპერაციის საშუალებებით, რომ გარკვეული შედეგი იქნას მიღწეული, თორე ხა ამ დონეზე თუ დარჩა ეგ პროცესი, ხო? როგორც დღეს არის, ან როგორც გუშინ იყო, ეს არ იქნება გამარჯვება შეერთებული შტატებისთვის, ეს არ აწყობს ამერიკას, ეს არ აწყობს დახარჯულ რესურსს, რაც მათ უკვე ასე ვთქვათ დახარჯეს და კიდევ მეორე ეს არ აწყობს ამერიკას მომავალში იქიდან გამომდინარე, რომ ირანი დღეს არის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი იმისა, რომ ჩინეთის ენერგორესურსები და წარმოებული შესაძლებლობები არის კონკურენციაში შეერთებულ შტატებთან. შესაბამისად, ეს თუ არ გამოაცალა ამერიკამ მის მოწინააღმდეგეებს გლობალური ჰეგემონიის ნაწილში და გლობალური დაპირისპირების ნაწილში ძალიან გაუჭირდება აი ამ ჩინეთის მზერდი გავლენების დაბალანსება. შესაბამისად, ეს არაა მარტო ირანში ვინ მართავს აიათოლა მომწონს თუ არ მომწონს, ეს ბევრად უფრო დიდი გლობალური დაპირისპირების ნაწილი არის და აქედან შეხედოთ ამ ყველაფერს. ხო, ნუ პრინციპში შემოდგომაზე არჩევნები არის შუალედური შესაბამისად ამ არჩევნებისთვისაც ემზადება, ხო, ტრამპი. იქამდე ალბათ მინიმუმ დამთავრებული უნდა იყოს ყველაფერი. სხვა შემთხვევაში ძალიან რთული შედეგები ელოდება, როგორც ვთქვი. კი, გეთანხმებით, ეხლა აი ამ კონფერენციაზეც კიდევ მეორე დავაკვირდებით ჩვენ არის რაღაც ნაწილი, რომელიც არ ეთანხმება ამ ინტერვენციას და ეს ხალხი თუ არ დაინახავს, რომლებიც რეგისტრირებული რესპუბლიკელები არიან, ხო? თუ არ დაინახავს, რომ აი ამ ჩარევის შედეგად იქნა რაღაც ზონის შედეგი მიღწეული, მათ ეტვი შეეპარებათ აი ამ კამპანიის წარმატებაში და რომ აღარაფერი თქვა დამოუკიდებლებზე, რომლებიც სხვადასხვა არც ეს ცოტა ნაწილი არის ამერიკელი ამომრჩევლის. შესაბამისად, თუ ჩვენ რესპუბლიკური პარტიის შიგნით გარკვეული ესე ვთქვათ, უთანხმოება გაქვს ჩვენივე გატარებული პოლიტიკის ნაკლები მიღწევადობიდან გამომდინარე, თავისთავად ცხადია დამოუკიდებლების და დამოუკიდებელი ამომრჩევლის ესე ვთქვათ, ვერ დაიმსახურებ მათ სიმპათიას და ძალიან დიდი შანსია, რომ აი ამ შუალედურ არჩევნებში შედარებით ნაკლებად
ესეც სახარბიელო შედეგი დაგიდგეს, ხო? აქედან გავაბნარე, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს ადმინისტრაცია, რომ რაღაც შედეგამდე მიიყვანოს და რაც შეიძლება მალე. თორემ ეს თუ გადავიდა აგვისტოში და სექტემბერში, რა თქმა უნდა, ძალიან გაუჭირდება შემდეგ კამპანიის ისე გადახალისება, რომ რეალურ თემებზე დაიწყოს ლაპარაკი და ამ ომიდან გამოვიდნენ და ეკონომიკაზე და პრობლემებზე გააკეთონ აქცენტები. ამიტომ თავის საოცრად გითხარი რომ რესპუბლიკელების კონფერენციაზე იმყოფები, სადაც რეზერვფეხლების გამოსვლას ელოდებიან, ხო? როგორ დღეს ხდება ეს ამბავი? კი, ეხლა მიმდინარეობს ამ პროცესში, ჩვენ გადასწავლეთ. დღეს უნდა მოусმინონ ფეხლების. დღეს მოусმენთ ფეხლების, ჩვენ ეხლა ქვედასათუზე ვართ ჩამოსული თქვენთან ჩაწერისთვის, თუმცა ხა ზემოთ ავალთ და დღის წესრიგში ერთ-ერთი გამოსვლილი იქნება რეზერვფეხლები, არიან ბევრი ფოტოშორის ამერიკელი ირანელები, ესე რომ ვთქვათ, მის მხარდამჭერებად ბევრი იყო ბანერები, თან შემოვიდოდით ტრამპის მიმართ მადლობების და ასე შემდეგ, იმის გამო რომ ის იგი მხარს უჭერს ფეხლების და მოკლედ როგორც გითხარით, გარკვეული ფსონი იდება. მე როგორც ხედავ ყოველ შემთხვევაში, აი ამ ფეხლების ფიგურასთან დაკავშირებით. ეხლა მე არ ვიცი ფეხლები იქნება თუ არა ის ადამიანი, ვინც ხელმძღვანელებს ირანს გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადმინისტრაცია და მისი მოკავშირეები ფაქტია, რომ ცდილობენ გარკვეული გავლენები მოიპოვოს კვლავ ფეხლები ირანში და ეს მათ ბევრად უფრო გაუმარტივებს კომუნიკაციას უშუალოდ თან ურთიერთობისთვის. გასაგებია, მადლობა დიდი. გიორგი ლაბაძე გვერდთვებოდა ამერიკის მკვლევარი, ის ხა ამერიკაში იმყოფება რესპუბლიკელების კონფერენციას ესწრება. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა. მე გეშოვებით ხვალამდე ხვალ 7:00 შევხვდებით ერთმანეთს.